იცით რა, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ დინარაძის დამოუკიდებელი ამბავი როგორც ესეთი არ არსებობს, იმიტომ რომ არასდროს არ აღმიქვია დინარაძე როგორც რაიმე წონის მქონე პოლიტიკური ფიგურა დამოუკიდებლად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უყურებთ დასაწყის ამბისა, რომელიც არის კობახიძის ამბავი და არა დინარაძის ამბავი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ საკმაოდ მძიმე ჩიხში შევიდა ის. ივანიშვილი დღეს არის, შეიძლება ეს რაღაცა ესე გარეგნულად ვიღაცა ამას ვერ ხედავს, მაგრამ ის საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ ჩიხში არის შესული, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. და მან იცის, რომ რაღაცა მოძრაობები თუ არ გააკეთა, მისი საქმე კარგად არ მიდის. ვფიქრობ, რომ მან ამ ეტაპზე როგორც ჩანს გადაწყვიტა, მე მგონი თქვენთან ბოლოს რო ვიყავით თქვენს ტელევიზიაში სტუმრად, სწორედ ამას ვსაუბრობდი, რომ ივანიშვილს არ აქვს სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა არანაირი ხედვა ამ ქვეყნის როგორც სახელმწიფოს განვითარებისთვის და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების შეცვლისთვის უკეთესობისკენ, მაგრამ მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, მათ შორის ცხოვრებისეული და ასე ვთქვათ, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ძალაუფლების დაბალანსების, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა მაფიოზური წესებით მართვაში შენარჩუნების საკუთარი პოზიციების. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის დღეს რაც ხდება, ღარიბაშვილი ეხლა უკვე რაღაც კობახიძის ამბის დასაწყისი, ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ მან ერთმანეთი შეაჭმევინოს სხვადასხვა კლანებს, რომლებიც მანვე გამოყვება და მანვე შექმნა. ანუ ეს ორი ისტორიის გაგრძელება? და როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს, რომ ორივე გაანეიტრალოს და ამითი შეეცადოს, რომ რაღაცნაირად მოასუფთავოს ველი იმისთვის, რომ თვითონ როგორც ფიქრობს ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა შანსი დაიტოვოს რაღაც პოლიტიკური გადატვირთვის, რაღაც სხვა თამაშის წესების შემოღების და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ჩვენთვის მე ვფიქრობ, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, არ ვიცი, ერთ გადაცემაში ღარიბაშვილზე, მეორე გადაცემაში დინარაძე კობახიძეზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა, უმთავრესი გამოწვევა სწორედ ეს მართვის მოდელი არის, რომლითაც ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს და სანამ ამ ქვეყანაში არ აღდგება კონსტიტუციური მართლწესრიგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება კონსტიტუციის და სამართლის საფუძვლებზე და დაუბრუნდება სახელმწიფოს ის, ასე ვთქვათ, ფუნქციები, რომელიც მას უნდა ჰქონდეს და სანამ გაგრძელდება ეს რაღაცა მაფიოზური, არაფორმალური მართლობის სისტემა ქვეყანაში, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ გაუთავებლივ შეიძლება უყუროს აი ამ რაღაცა წრეებს, ივანიშვილის კარზე ერთი კლანის, მეორე კლანის დამარცხების, მერე არ ვიცი, მესამის გამოჩენის, ოღონდ მისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება და არავითარ შემთხვევაში არ გაუმჯობესდება. ამიტომ ამ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს აღდგენა, სჭირდება დემოკრატიის აღდგენა და სჭირდება ახალი პოლიტიკური რეალობა. ეს არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი ამის და იმის ნიშანით, რომ ეს სისტემა არის უმძიმეს კრიზისში, რაც ცხადია, რომ აადვილებს ამოცანას ყველასთვის, ვისაც სურს იცხოვროს ღირსეულ სახელმწიფოში. კი ბატონო. და ქალბატონო, მაშინ კითხავთ, აი თქვენ რამდენჯერმე ბრძანეთ, რომ თვითონ ივანიშვილსაც აქვს კრიზისი და ზოგადად სისტემას აქვს უმძიმესი კრიზისი, ეხლაც ეს თქვით, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა ეს სიტუაცია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დასუსტეს ბიძინა ივანიშვილი და არ ვიყოთ მხოლოდ მაყურებლები რაღაცა თვითონ როგორ ამყარებს დღის წესრიგს მისი გუნდის შიგნით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ლელო ამას აკეთებს ყოველ დღე და სხვა პარტიებიც აკეთებენ და მე მგონია, რომ ეს არის დღეს ერთადერთი გზა ყველასთვის. რამდენიმე რამ არის, ხო? ანუ პირველი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ უფლება ხელისუფლებას, რომ აი ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, თავისივე წიაღში გაჩაღებული ბრძოლებით დაიკავოს დღის წესრიგი, იმიტომ რომ ადამიანებს აწუხებთ ძალიან კონკრეტული პრობლემები. აი მაგალითად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ის პრობლემა, რომ მისი შვილი, ეხლა რომ დაიწყება სასწავლო წელი, მას ეუბნებიან, რომ სკოლაში ნორმალურ ფუნქციონირებულ სკოლაში ვერ წავა და უნდა წავიდეს, არ ვიცი, რაღაცა აწყობილ, ესე იგი, სივრცეში, რომელიც ნივთების საწყობისთვის გამოიყენება, აი დადგამენ მერხებს და ეს იქნება იმისთვის სკოლა, როდესაც თვითონ მათ შორის დღეს გამოქვეყნდა რაღაც სტატისტიკა არ არსებობს
მთავრობის წარმომადგენელი და ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელსაც კერძო სკოლაში არ ყავს თავისი შვილი შეყვანილი და სხვის შვილებს წინავენ იმისთვის, რომ რა მნიშვნელობა აქვს ფორმა ეცვება ბავშვს თუ არა, როდესაც წავა სკოლაში, საიდანაც გამოშვებული ხალხის 30% შეუძლია მარტო წაკითხულიდან შინაარსი გამოიტანოს. აი ესეთი არის ხარისხი, რომელსაც სთავაზობს დღეს ჩვენი საჯარო სკოლის სისტემა და ფიზიკურ პირობებს, როგორცაც სთავაზობს, ესაც კიდევ ერთხელ ნახეთ დღეს. ეს არის დღეს ადამიანის პრობლემა. ადამიანების პრობლემა ის კი არ არის, იქ რა ქვია, მან კობახიძემ როგორ მოიფიქრა თავისი ჭკუით გადასარევის სქემა, რომ ძალაუფლება სრულად აეღო ხელში კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებით, რამე ახალი კი არ მოუფიქრია, არ ვიცი, ჩინეთიდან დაწყებული, ლათინური ამერიკის ქვეყნებით დასრულებული ნაცნობი სქემა, კორუფციასთან ბრძოლის, ვითომ ბრძოლის გამოცხადება და ამითი ძალაუფლების კონცენტრაცია და ეხლა თვითონ დაადგა, ხო, ამ ძალაუფლების დაკარგვის გზას. მოქალაქეს აინტერესებს აი რომ გამოაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისია შეუქმნითო პარლამენტშიო და სუსი იმუშავებს ახლა ფასების დაწევაზე, იმას აინტერესებს ხვალ რომ წავა და თავის შვილის სკოლისთვის რომ უნდა მოამზადოს, ყველაფერი გაძვირებული, რატო ხდება გაიაფებულის გარდა და რატო უძვირდება ისევ ცხოვრება ყოველდღე. მოქალაქეს აინტერესებს მისი შვილი, რომელმაც დააგროვა საკმარისი ქულები, რატო ვერ ხდება უმაღლესი სასწავლებლად დღეს და რა იყო რა ესეთი რეფორმა გაატარეს, რომ კიდე მეტი ბავშვი დატოვეს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ოღონდ ისიც საინტერესოა, ვინც ჩააბარა იმ უმაღლესში, იმას რა პერსპექტივა ელის წინ. კოლ-ცენტრში სამუშაოდ არ არის აუცილებელი უმაღლესის დამთავრება და სხვა პერსპექტივას ვერ თავაზობს ეს ქვეყანა დღეს ახალგაზრდა ადამიანს და გადააქციეს ქვეყანა აქციეს იმ რეალობად, რომ ესე იგი წარმატების საზომი ამ ქვეყანაში გახდა ის, რომ შენ რამდენად მოახერხებ ამ ქვეყნიდან წახვიდე, ან სასწავლებლად, ან სამუშაოდ. ესეთი ქვეყანა ხო განწირულია კრახისთვის და ადამიანს აინტერესებს ხვალ მისი უსაფრთხოება როგორ იქნება დაცული. რას აკეთებს დღეს ხელისუფლება, არ ვიცი, ჩვენი თავდაცვის უნარიანობა როგორ ემზადება მაშინ, როდესაც ხედავთ ევროპაში რა ხდება, მთელი ევროპა არის მობილიზებული იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები მომავალში და ჩვენ რისი მეძზე ვართ, მაინტერესებს და რა ხდება, რა ინვესტიცია იდება ჩვენი მომავლის დაცულობაში. აი ეს არის დღეს რაც ადამიანებს აინტერესებთ და ეს ყველაფერი რომ აწუხებთ და ყოველდღე კიდევ უფრო მეტად აწუხებთ ვიდრე გუშინ, ამაზე არის პასუხისმგებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი და არანაირი შიდა გადაადგილებები, არანაირი მის კარზე სხვადასხვა როგორც უწოდებთ, ამ მისი სხვადასხვა დაჯგუფებები, თავისი ვირთხა, ესე ვთქვათ, ლიდერებით, როგორ შეჭამენ ერთმანეთს, ამითი არავის ცხოვრება უკეთესობისგან არ იცვლება და ამიტომ უნდა ძალიან ბევრი ვესაუბროთ ამაზე ადამიანებს, რომ მათი პრობლემები შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მორალურად გავაძლიეროთ დღეს ყველა, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგობაშია და ამ თვალსაზრისით გამოვასხივოთ ერთის მხრივ მზაობა, რომ ამ ქვეყნის რეალობა შეიცვალოს უკეთესობისგან და ეს ესეც იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით ჩვენ როგორ უნდა შევცვალოთ ეს რეალობა უკეთესობისგან მომავალში. ასევე ადამიანებს შაუსახოთ იმედი, რომ მათი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ამ თვალსაზრისით ერთხელ ვიტყვი ამას და მეც ამაზე დღეს აღარ ვისაუბრებ. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს თუ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის მაინც სადოს, რომ დემორალიზაცია არ გამოიწვიოს საზოგადოების გაუთავებელი და გაუგებარი ბრალდებებით ერთმანეთის მიმართ და ბრძოლით. ჩვენი განსხვავებები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მთავარ მიზნებზე უნდა იყოს ყველა კონცენტრირებული, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს ფუფუნება, რომ ეს სახელმწიფო დავუთმოთ აი ამ რაღაცა მაფიოზური ჯგუფების ერთმანეთში გარჩევას, მაშინ როდესაც ივანიშვილმა საკუთარ რაღაცა ციხესიმაგრედ გადააქცია ეს ქვეყანა და აგერ ხედავთ, რომ ეზიდება საკუთარ ქონებას ქვეყანაში, თან ისე, რომ ბიუჯეტში კაპიკი არ გადაიხადოს კაცმა, რომელიც პირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს, არ ვიცი, ციურ მანანას და უფასო ცხოვრებას და აღმოჩნდა, რომ არც უნდა გადაიხადოს გადასახადი, რომელიც ეკუთვნოდა და კანონების შეცვალა ამისთვის. ეს არ არის კორუფცია და ეს არ არის ძარცვა საკუთარი ხალხის, ესეც ეს არის კორუფციის სათავეში, ვინ არის? კორუფციის სათავეში არის ივანიშვილი, კორუფციის სათავეში არის ეს რეჟიმი. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ბევრი ვესაუბროთ ხალხს, უშუალოდ ვესაუბროთ ეთერიდან
და ჩავუსახოთ იმედი ცვლილებების იმითი, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, ჩვენ ვართ მზად ცვლილებებისთვის და ჩვენ გვჟერა ჩვენი გამარჯვების. კი ბატონო, აი ქალბატონ სალომე, ახლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ რეალურად, რაც აწუხებს დღეს მოქალაქეებს, რა კითხვები აქვთ, რა სურვილები აქვთ, როგორ ქვეყანაშიც უნდათ მათ ცხოვრება, როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს სწორედ არსებული ოპოზიცია, მათი, არ ვიცი, ქმედებებით იქნება, განცხადებებით თუ გადაწყვეტილებებით იმას, რა დაკვეთაც აქვს ამ მომრჩევლს და ამ შემთხვევაში მე როგორც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელს არ გესაუბრებით, იმიტომ რომ რაღაცა ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება ბევრი პარტიის მხრიდან მეტი ამ მომრჩევლის მხარდაჭერა, ხო? აი ამ კუთხით რას გვეტყოდით? იცით, მარტივად რომ დავსვა კითხვა, არ ვიცი, აი რამდენიმე თვეში რომ არჩევნები დაინიშნოს, როგორ ფიქრობთ, არის ოპოზიცია იმ ფორმაში და აქვს ამ მომრჩევლის ესეთი მხარდაჭერა, რომ თუნდაც ძალიან ცუდი არჩევნების პირობებშიც მოახერხოს ივანიშვილის რეჟიმის გადატეხვა? ეხლა პირველ რიგში თავის მოტყუება იმისი თქმა, რომ რეპრესიული, აბსოლუტურად რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ოპოზიციას ყველანაირი მეთოდებით უსწორდება და აგერ დასაჭერად, ზოგი დაჭერილი ყავს, ზოგი დასაჭერად ყავს, ასე ვთქვათ, მომზადებული პარტიების აკრძალვას პირდება. ესეთ პირობებში ახლა თქვა იმაზე, რომ ოპოზიცია აყვავდება და კარგად იქნება და უცებ ფორმაში იქნება, ტყუილია უბრალოდ. იმიტომ არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომ ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ოპოზიცია. ეს თავისთავად არსებობს ეს პრობლემა. მაგრამ არსებობს კიდე მეორე, ასე ვთქვათ, რაღაცა არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენ ვერ აკონტროლებთ და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, აკრძალვას გადაწყვიტავს თუ არა ივანიშვილი პარტიების, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დღის წესრიგი გავაკონტროლოთ და გავაკონტროლოთ ის ჩვენ რას ვაკეთებთ. ეხლა ამ შემთხვევაში თქვენი შეკითხვის მიუხედავად, რომ ზოგადად ოპოზიციაზე გსურთ გიპასუხოთ, აქვე უნდა თქვა, რომ მე ვერ გავაკონტროლებ სხვა ოპოზიციური პარტიები რას აკეთებენ, მე შემიძლია ვისაუბრო იმ პარტიის სახელით, რომელსაც წარმოვადგენ, რომელსაც ქვია ლელო ძლიერი საქართველო და ჩვენი ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობა არის ძალიან ნათელი. ჩვენი მსოფლმხედველობა არის ის, რომ ვიბრძვით ბოლომდე, ამ ბრძოლაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოკავშირე არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ ცვლილებების დროა და მნიშვნელობა არ აქვს გუშინის, რომელ პარტიას აძლევდა ხმას, ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს, თუ რომელიმე სხვა პარტიას უჭერდა მხარს, ვინც იცის, რომ ცვლილებაა საჭირო, ვისაც უნდა წყობრი ხედვა, წყობრი პოლიტიკა, როგორ გამოდის ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით, როგორ ვასრულებთ სწრაფად საერთაშორისო იზოლაციას, როგორ განვაახლებთ ევროკავშირთან სწრაფად მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ სწრაფად დავიწყოთ იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც შევედით, როგორ ვიწყებთ მოქმედებას იმისთვის, რომ ვიღაცის ქონება კი არ გაიზარდოს, პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება, რომ ახალი ალტერნატივა და რეალური ალტერნატივა იყოს ამ ქვეყნის მომავალი, ყველა ეს ადამიანი არის ჩვენთვის მოკავშირე. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად, როგორ გითხრათ, ფილოსოფიად, წესად, საკუთარ თავს დავუდგინეთ წესი, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ოპოზიციის ოპოზიცია. სწორედ ამიტომ უბინძურესი ბრალდებები, როდესაც ჟღერდებოდა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ თავს ვიკავებდით, რომ პასუხიც რო გაგვეცა, ის კი არა, რომ ცეცხლი გაგვეხსნა ოპოზიციური პარტიებისთვის. როდესაც შეიქმნა ალიანსი სხვადასხვა პარტიების, ჩვენ მათ წარმატება ვუსურვებთ, თუმცა გამოვთქვით ეჭვი, რამდენად, ასე ვთქვათ, გამძლე აღმოჩნდებოდა ეს ალიანსი და სწორედ ამიტომ არ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ალიანსში გავწევრიანებულიყავით, თუმცა არასდროს ანტაგონისტური დამოკიდებულება არ დაგვიფიქსირებია. ნუ ახლა ჩვენ ხედავთ, რაც ხდება ოპოზიციის ფლანგზე და ამაზე ვთქვი მე და ბევრი საუბარი არ მინდა, უბრალოდ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ამ მთელ ოპოზიციურ სპექტრში, ჩემი ყოფილი კოლეგებიც არიან, მეგობრებიც არიან, ნაცნობებიც არიან, ყველას მინდა ერთი მე ჩემი პირადი გზავნილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ გავაჟღერო, რომ დემორალიზაციას ნუუკეთებთ საზოგადოებას. დემორალიზაციას გაუთავებელი ოპოზიციის წიაღში, ოპოზიციის შიგნით, ახალი ოპოზიციის გამოჩენით და ერთმანეთის ლანძღვით დემორალიზაციას ნუ გაუკეთებთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამას არ იმსახურებენ. არ იმსახურებენ ის ხალხი, ვინც უკვე თითქმის 2 წელიწადია ყოველ დღე დგას ქუჩაში, ყოველ დღე გადის და რომელსაც ცხოვრება დაუნგრია ამ ხელისუფლება, რომლებიც დატოვა უსამსახუროდ, უშემოსავლოდ. ადამიანები, რომლებსაც არ ვიცი, ჩამოშალა
ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ადამიანების ინტერესებს ამ ქვეყანაში და არ ვიცი, ათობით და ათასობით ადამიანი დარჩა ყოველგვარი შემოსავლის და არსებობის წყაროს მიღმა და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების ნაშრომი გადაუყარეს წყალში. უამრავი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომელიც ძალიან მძიმე პირობებში იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ როგორც მინიმუმ მათ გვერდში უნდა ვიდგათ და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ მათთან ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. და ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაზეც დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს არის მომავალი, მოქმედების გეგმა და ეს არის რას ვაკეთებთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, იმიტომ რომ ძალიან შორს და უკან დაწია ივანიშვილმა ეს ქვეყანა. აი ძალიან შორს და უკან დაწია, იმიტომ რომ მე არ ვიცი იმ დღეს გუშინ მე მგონი ჩემი კოლეგა დათო უსუფაშვილი იყო თქვენთან ეთერში და კონსტიტუციის დადის ყველგან და გამახსენდა რომ გავიცანი დათო ბავშვობაში, როდესაც რა ვიცი ბავშვები ვიყავით ფაქტიურად ჩვენ, როდესაც პირველი კონსტიტუცია იწერებოდა ამ ქვეყნისთვის და ესე იგი გავიდა ჩვენი ცხოვრება და აღმოჩნდით ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია ფარატინა ფურცალია და იმის მიღმა იმართება ვიღაცა ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თან წარმოდგენა არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს არც გლობალურ პოლიტიკაზე, არც გეოპოლიტიკაზე, არც ქვეყნის მართვაზე, არც სახელმწიფოს ადმინისტრაციაზე. მარტო იცის ძალაუფლება როგორ მაქსიმალურად შეინარჩუნოს თუ დაჭირდა ძალადობის და რეპრესიების გზით. ბიძინა ივანიშვილს რა გონია, რომ გაექცევა როდესმე პასუხისმგებლობას ძვლებდა ლეწილ მოქალაქეებზე, რომლებიც დაარბიეს ქუჩაში, მას გონია, რომ გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაწამლეს ადამიანები უცნობი ნივთიერებებით, ვინ აკეთებდა ამას ყველაფერს, ვინ იყო ამის ყველაფრის სათავეში და ამაზე ყველაფერზე მათ პასუხი მოითხოვება და ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ მხოლოდ იმაზე, რომ აი რო შევალიეთ მთელი ცხოვრება ფაქტიურად, რომ ეს სახელმწიფო შემდგარიყო, როგორ დავბრუნდეთ სწრაფად ისევ სახელმწიფო განვითარების გზაზე, იმიტომ რომ მაშინ, ასე ვთქვათ, გარიჟრაჟზე ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩვენ ბევრ რამე არ ვიცოდით, ბევრ რამეს ვსწავლობდით. ეხლა ჩვენ დაგროვებული გვაქვს როგორც საზოგადოებასაც, როგორც თუ გინდათ პოლიტიკურ ელიტასაც, როგორც არ ვიცი საზოგადოებრივ ლიდერებს და ასე შემდეგ, დაგროვებული გვაქვს უზარმაზარი ცოდნა, უზარმაზარი გამოცდილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძლებთ ამ დაკარგული წლების კომპენსირებას და სწრაფად შევძლებთ, რომ აღვადგინოთ დაკარგულიც და დავაშენოთ ამაზე ახალი და ამიტომ ერთადერთი რაზეც დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, ყველა ოპოზიციაში ეს არის მომავალი. მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და ეს არის ერთადერთი, რასაც ელოდება ჩვენგან საზოგადოება.